ეროვნული გალერეა ქართული აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი ხელოვანის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. პაატა მერაბიშვილის ნამუშევრები ხვალიდან გალერეის ორ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა. ექსპოზიცია ავტორის მიერ ბოლო წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ერთი თვის განმავლობაში იქნება. პაატა მერაბიშვილი წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდა. ეს სამშობლოში მისი პირველი მასშტაბური გამოფენა იქნება. ეს არის შერწყმა, სინთეზი ჩვენი კულტურის, მეღვინეობის, ვაზის, ადამიანის, მდგრადობის, გამძლეობის, თუნდაც ქრისტიანობის თანამედროვე სიმბოლო. ასე ხედავს საქართველოსაც, უძველესი ტრადიციებით ბევრ ჭირგამოვლილს და მაინც მყარად მდგომს. სივრცის შუაგულში, სადაც ყველაფერი მის ირგვლივ ვითარდება. ჩანაფიქრიც თავიდანვე ასეთი ჰქონდა, რომ ყურძნის კაცი ყოფილიყო ერთგვარი შერწყმა საქართველოს ისტორიისა და უნიკალური კულტურის. გრაფიკული ესკიზი დაიხატა, აქვე დავწმუნდი, რომ ამის შექმნა ფორმაში მჭირდება, ანუ მოქანდაკე ხედავს ფორმით აუცილებლად. და ამის მერე შექმნენი უფრო პატარა მოდელი, რის მერე შეიქმნა შემდგომში უკვე ბრინჯაოს ქანდაკება, ცირემოცულობის მრგვალი ქანდაკება და ამის მერე უკვე შეიქმნა უკვე მოზრდილი მოდელი დიდი ქანდაკებისთვის. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, სიმბოლოა, კონკრეტული განწყობის, ემოციის თუ უბრალოდ სურვილების, რასაც შექმნის მომენტში გრძნობდა. ეს არის სიმბოლო სიყვარულის მე და შენ. ეს არის წყვილის შერწყმა. სიყვარული ხო ესეთი რაღაცაა, უნდა შეერწყვა ერთმანეთს. ცალ-ცალკე ადამიანი არ იქნება. წყვილი ყოველთვის ერთიანია. ეროვნული გალერეის ორ საგამოფენო დარბაზში პაატა მერაბიშვილის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათ შორისაა ქანდაკება სახელწოდებით მოლოდინი, რომლის შექმნაზეც ავტორი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა. იგი ერთ-ერთია იმ მრავალს შორის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა. ეს არის აბსტრაქციული ნამუშევარი, რასაც ქვია მოლოდინი. მოლოდინი ალბათ ჩვეული პროცესია ჩვენი ადამიანების, ბევრ ლამაზ ველოდებით ხოლმე. და გადაწყვიტა, რომ შემექმნა მეტალის საშუალებით. ეს არის ლითონი, სუფთა ლითონი და შემეღება წითლად. იმიტომ რომ ეს მოლოდინის წითელი ფერი არის მკაფიო და ძალიან ეფექტური. იმისთვის, რომ ექსპოზიცია დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოსულიყო, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ავტორის მრავალმხრივი შესაძლებლობები წარმოედგინათ. აქ ნახავთ ქანდაკებას, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რაც მთავარია ტექნოლოგიას, რომელიც იდეალურად ერწყმის წარმოდგენილ ნამუშევრებს. ვერსად ვერ გაიქცევი ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებს და კომპიუტერს, რა თქმა უნდა, მეხმარება ბევრი რამე. გახდა შესაძლებელი კომპიუტერის საშუალებით შენი ნამუშევარი გახადო ვირტუალური. ადებთ ამას, გამოჩნდება QR კოდი, დაიდება და ჩაერთვება. მუსიკალური გაფორმება არის ჩემი უფროსი ბიჭის ლევან მერაბიშვილის, რომელიც ცნობილია ლეგრონის სახელით. არის ცნობილი მუსიკოსი, დიჯეი და ლევანიმ დამიწერა ყველა ქანდაკებაზე მუსიკა. პაატა მერაბიშვილი მხატვარი, მოქანდაკე და დიზაინერია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდა. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებსა და სიმპოზიუმებში, რის შედეგადაც მალევე მოიპოვა აღიარება და პოპულარობა. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან კოლექციებში. პაატას შემოქმედებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს, რომელსაც ის ძალიან თამამად იყენებს როგორც მის ფერწერულ ნამუშევრებში, ასევე ქანდაკებაში და გაცილებით უფრო ჟღერადს და საინტერესოს და თანამედროვეს ხდის აი ზუსტად ამ თავის ობიექტებს და ქანდაკებებს.
ეროვნულ გალერეაში პაატა მერაბიშვილის გამოფენა ხვალ გაიხსნება და ერთი თვის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.